ჭკვიან ფხვევია ჯანდაბა. წაბი. ის მათზე წავიდა. ჯანდაბა დედა მოეთქნა, ისროლეთ, წეულო. ნახე იქ, ის შედის. შევიდა სახლში. წადი ჯანდაბა. აივი. ყველაფერი აირია ჯანდაბა. ჯანდაბა ნახე? აუ ჯანდაბა, ნახე უბრალოდ. ის ტიპი ახლახან შევიდა. ჯანდაბა ბოზიშვილო, ნეტავისინი იქ ცოცხლები არიან. არ ვიცი წავიდეთ. ჯანდაბა რა უბედურებაა. ჯანდაბა მე ბოზიშვილო. ეს წრე შოქში. პუტინმა მარცხი გადაყლაპა მას შემდეგ, რაც დრონებმა რუსები აიძულეს მოსკოვის სტრატეგიული პუნქტები დაეტოვებინათ. 2026 წლის 20 ივლისის ბოლო საათებში უკრაინული დრონების გიგანტურმა ტალღამ გადაკვეთა რუსეთის საჰაერო სივრცე და დაარტყა ლოგისტიკურ ობიექტებს, სამრეწველო ზონებს და ნავთობისთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დედაქალაქის შემოგარენში. თავდასხმამ აიძულა მუშების ევაკუაცია, გამოიწვია ხანძრები რუსეთის მთავარ აეროპორტებთან ახლოს და გამოავლინა დამამცირებელი ხარვეზი კრემლის პოლიტიკური ცენტრის დაცვაში. მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ კვირა საღამოსა და ორშაბათ დილას შორის მოსკოვის რეგიონზე 400-ზე მეტი დრონი იქნა გაშვებული. რუსეთმა თავად აღიარა, რომ 85 აპარატი დედაქალაქთან ახლოს მივიდა, სანამ ისინი გადაიჭერდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონში, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ტერიტორიაზე 391 დრონი ჩამოაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი რაოდენობა განადგურებულად გამოცხადდა, რამდენიმე აპარატმა ბლოკადა გადალახა და ზიანი მიაკენა იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძლიერი თავდაცვის სისტემით იყო დაცული. დომოდედოვო ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილად იქცა. 7 ადამიანი დაშავდა ქალაქში, მათ შორის 3 ჩინეთის მოქალაქე, მას შემდეგ რაც დრონებმა ინდუსტრიულ ზონას მიაღწიეს აეროპორტის მახლობლად. ამ ახალ სამყაროში შენ არიცი სამრეწველო პარკში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი შენობაც დაზიანდა. პოდოლსკის რაიონში Wildberries-ის რუსეთის უმსხვილესი ონლაინ საცალო მოვაჭრის ლოგისტიკური ცენტრი უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებული იქნა. მუშაკებმა ტერიტორია დატოვეს, სანამ ხელისუფლება ახალი დარტყმების რისკს ამოწმებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის რეგიონში ლოგისტიკური ობიექტები და ნავთობის საცავი დააზიანეს. მიზანი იყო რუსული საომარი მანქანის მომარაგებისთვის გამოყენებული სტრუქტურების მოშლა და პუტინის იძულება, რომ სულ უფრო მეტი რესურსი დახარჯოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. უკრაინა აჩვენებს, რომ საზღვრიდან დაშორება აღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, საცავებისთვის, განაწილების ცენტრებისა თუ სამრეწველო ობიექტებისთვის. სწორედ აქ ხდება შეტევა კრემლისთვის კიდევ უფრო მტკივნეულ დარტყმად. 2 დღით ადრე დრონებმა უკვე დაარტყეს Wildberries-ის ცენტრებს კოტოვსკში, ტამბოვის რეგიონში და ელექტროსტალში, მოსკოვთან ახლოს. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კოტოვსკში 7 მუშა დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა თავდასხმების შედეგად. მობები მუშაობენ. უკრაინა ადანაშაულებს კომპანიას რუსული სამხედრო ძალების მიერ გამოყენებული მასალების გაყიდვაში, მათ შორის ელექტრონული აღჭურვილობისა და პროდუქტების მიწოდებაში, რომლებიც ომში ჩართულ ნაწილებს ეგზავნება. დოვიდას ვიტკაუსკასის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს უზარმაზარი კვამლის სვეტი Wildberries-ის ცენტრის თავზე. ხანძრის მასშტაბი აჩვენებს, რატომ იქცნენ ეს საწყობები ასეთ მნიშვნელოვან სამიზნეებად. ისინი აერთიანებენ საქონელს, ტრანსპორტს, განაწილების სისტემებს და ლოგისტიკურ ქსელს, რომელსაც შეუძლია სწრაფად გადაადგილოს მასალები რუსეთის ტერიტორიაზე. ზეწოლა ასევე გაიზარდა საწვავის სექტორზე. 19 ივლისის გამთენიისას დრონებმა დაარტყეს ნავთობის 3 საცავ ტერიტორიას სტავროპოლში და მეზობელ-ვიაზნიკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ხანძრები 2 სამრეწველო ზონაში.
სურათების ანალიზმა დაადგინა, რომ დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო ლუკოილისა და იუგნეფტ პროდუქტს მიერ ოპერირებული ერთ-ერთი ნაგებობა. იქ ინახებოდა ბენზინი, დიზელი და საფოხი მასალები. 42 ავზით და საერთო მოცულობით დაახლოებით 57600 კუბური მეტრი. ჰორმუზის წერილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სქელი მუქი ღრუბელი ადის სტავროპოლზე, მაშინ როცა ალიები ინდუსტრიულ ზონაში ვრცელდება. გავრცელებულმა ვიდეომ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ ღამეში რუსულ ჯგუფებს ერთდროულად რამდენიმე ხანძართან ბრძოლა მოუწიათ. სცენა აჩვენებს კოორდინირებულ კამპანიას, რომლის მიზანია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი ტერიტორიაზე გაფანტვა, მათი გამოფიტვა და იმ საწვავის დაზიანება, რომელსაც იყენებენ სატვირთოები, ჯავშან ტექნიკა, თვითმფრინავები და სამხედრო ობიექტები. მოსკოვმა უკვე იგრძნო დარქმა საკუთარ ენერგეტიკულ ვაჭრობაზე. 8 იulis რუსეთის მთავრობამ დროებით აკრძალა დიზელის ექსპორტი. პატარა დრონებით განხორციელებული შეტევებიც ასევე წინ მიიწევს ბრძოლის ველზე. ოსინთ დეფენდერის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მოწყობილობა, რომელსაც პროფილები ხორნეთის დრონად ასახელებენ, აღმოსავლეთ უკრაინაში გზაზე რუსულ საჰაერო თავდაცვის სატვირთოს მისდევს. სატვირთოებს პოზიციის შეცვლა სჭირდებათ, რათა ჯარები და აღჭურვილობა დაიცვან, მაგრამ გადაადგილება სწრაფი დრონებისთვის ფანჯარას ხსნის, რომლებიც უკრაინელი ოპერატორების მიერ იმართება. თავდაცვა, რომელიც თვითმფრინავებზე უნდა ნადირობდეს, თავად ხდება ნადირობის ობიექტი მიწაზე, პირდაპირ გზაზე. რუსეთმა პასუხად გააფართოვა შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე და შავი ზღვის სამოქალაქო ნაოსნობაზე. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სატვირთო გემი Golden Leo რუსულმა ძალებმა დააზიანეს ოდესიდან გასვლის შემდეგ. გემი გინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მოძრაობდა, გადაჰქონდა უკრაინული სიმინდი და ეკიპაჟი სხვადასხვა ეროვნების წევრებისგან შედგებოდა. უკრაინული ადმინისტრაციის ინფორმაციით 10 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, ხოლო 8 გადაარჩინეს. Nextas მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, როგორ ამოდის კვამლი ხომალდის უკანა ნაწილიდან. თავდასხმა სატვირთო გემზე, რომელიც საბრძოლო ზონას მარცვლეული დატვირთული ტოვებდა, ზრდის სამოქალაქო მუშაკებისთვის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ეს შემთხვევა ასევე აჩვენებს, რამდენად უჭირს რუსეთს უკრაინული დრონების შეჩერება, ისე რომ არ გაიზარდოს ძალადობა პორტებზე, საწყობებსა და სავაჭრო მარშრუტებზე. კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ღია წყაროების დაზვერვის პროფილმა გამოაქვეყნა, მიეწერა სოლონეს ზაპორიჟიას რეგიონში. ვიდეოში თითქოს ჩანს, როგორ უთხრამს რუსული დრონის სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს. ამ დროისთვის ვიდეოს მდებარეობა, მოწყობილობის მოდელი და სრული გარემოებები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის. მიუხედავად ამისა, ეს კადრი ზრდის შეშფოთებას იმ თავდასხმებზე, რომლებიც ყოველდღიურად სამოქალაქო პირების მიერ გამოყენებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ეხება. იმ დროს, როცა დრონები მოსკოვის შემოგარენში აღწევდნენ, უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში რუსებისთვის კიდევ ერთი მძიმე მარცხის შესახებ განაცხადეს. 225 ცალკე მოიერიშე პოლკმა განაცხადა, რომ ოპერაციების დროს იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინული ხაზების ფარულად გადაკვეთას ცდილობდნენ, დააკავეს 64 ჯარისკაცი. ერთეულის ინფორმაციით რუსები ეძებდნენ დრონების ჯგუფებს, აგროვებდნენ ინფორმაციას და ამაგრებდნენ დროშებს, რათა კალბი ვიდეოები შეექმნათ თითქოს და ტერიტორიული მიღწევების შესახებ. დაკავებები დაახლოებით 1 თვისა და ნახევრის განმავლობაში მოხდა ტერნუატის, კოზივიცევის, რიზდივიანკას, ვერხნიატერსასა და ოზდივიზიუკას რაიონებში. სამხედროები დაემატნენ ტყვეების ჯგუფს, რომელიც მომავალში გაცვლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. დასრულდა ოპერაცია, რომელიც მოსკოვისთვის პროპაგანდის წარმოებას ისახავდა მიზნად, ათეულობით კაცის დანებებითა და ფრონტიდან გაყვანით. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი დახმარება გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.